ვახოსანაიას და არჩევანს ვახოგისმით. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით არჩევანის სტუდიიდან. საქართველოს კიკუ არ არის სამსიტყვებით პრეზიდენტობის კანდიდატმა გია მაისაშვილმა არკადი პატარკაციშვილის განცხადება შეაფასა. გეყოთ ეუბნება პატარკაციშვილი ხელისუფლებას. მე დავხარჯავ მილიარდ ნახევარს, ოღონდ პრეზიდენტად რომ ამირჩევთ მე ეუბნება პატარკაციშვილი ხალხს. ამ მომრჩევლის მოსყიდვა თუ წინა საარჩევნო დაპირება უჩივლებენ თუ არა პატარკაციშვილს სასამართლოში. ამ და სხვა შეკითხვებს არჩევანის სტუმრები უპასუხებენ. ჩვენთან სტუდიაში არიან შალვა ათელაშვილის წარმომადგენელი ბატონი იოსებ შატბერაშვილი, გიორგი მაისაშვილის წარმომადგენელი გიორგი ღაღანიძე. საღამომშვიდობისა ბატონებო, პატარკაციშვილის შტაბში იმყოფება და იქიდან ისაუბრებს გოჩა ჯოჯოა. აქვე გეტყვით რომ შტაბი საგანგებო რეჟიმით მუშაობს. ბატონ გოჩა, მოგესალმებით, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით თქვენ სტუმრებს და ტელემოყურებელს. ბატონებო, მე გთავაზობთ სანამ დავიწყებთ საუბარ, შემოგთავაზოთ ის კომენტარები, რომელიც მოჰყვა ბადრი პატარკაციშვილის განცხადებას. რასაც არ უნდა დაგპირდეთ ეს მმართველი ბანდა. რამდენი ფულიც არ უნდა შემოგთავაზონ ბიუჯეტის განვითარებისთვის. ჩემი შენატანი იქნება ორჯერ მეტი. ყოველი მათი დაპირება უბრალოდ გაამრავლეთ ორზე. არსებული ხელისუფლება ხომ დანაპირებიდან ნახევარს მაინც მოიპარავს. დაიწყო ჩვენი პარტიის პროგრამის გახმოვანება, სადაც გათვალისწინებულია სწორედ რომ პირველ ბაჟზე იქნება 1000 ლარი, ოჯახ შექმნაზე იქნება 2000 ლარი, რომ გაზის და შუქის ფულს დაფარავენ მსხვილი ბიზნესმენები და მათ შეღავათები იქნება საგადასახადო. არ მოცემ საშუალებას რომ ოლიგარქს საქართველოს აქციას მათხოვრა და კიკუთ. საქართველოს კიკუ არ არის. ინფლაციური დაძაბულობა იქნება, მაგრამ წმინდა მორალური თვალსაზრისით, როდესაც ლაპარაკია სოციალურად დაუცველი ფენებისთვის დახმარებაზე, ამ შემთხვევაში ინფლაციაზე საუბარი და ამ კონტრარგუმენტის გამოყენება მე მგონი მორალთან მაინც და მაინც კარგი დამოკიდებულებაში არ არის. შედეგად შეიძლება მივიღოთ ისევ ის ჩაბნალებული ქუჩები, ისევ ის ავტომანქანების შინების დაწვა, რომელიც ჰქონდა 15 წლის უკან. ჩვენ შეგახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატთა სოციალურ თემატიკაზე და საუბარს ვიწყებთ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო პროგრამით. მე პირველ შეკითხვას დავუსვამ ბატონ გოჩას. ბატონ გოჩა, თქვენი შტაბი უპირველეს ყოვლისა, სანამ უშუალოდ პროგრამა შევეხებოდეთ, შტაბი გადავიდა საგანგებო რეჟიმზე. რა არის ამისი მიზეზი? ამისი მიზეზია ის უამრავი ხალხი, რომელიც არა მარტო ცენტრალურ ოფისთან, არამედ თითქმის ყველა თბილისში და რაიონებში გახსნილ ოფისებთან მოვიდა. ეს ხალხი გარკვეულწილად იყო მოტყვილებული იმითიც, რომ ვიღაცები ეუბნებოდნენ, რომ ფული ეხლა უნდა დაარიგდეს. ვინ უთხრა ბატონ გოჩა მათ ეს, აი რატომ მოვიდა დღეს ამდენი ხალხი ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბთან? არ არის ასე ვთქვათ დასამალი, როდესაც მიდის წინა საარჩევნო ბრძოლა, ყველა ხერხებია გამოყენებული, ოღონდ ხერხებსაც აქვს თავისი ასე ვთქვათ მორალური რაღაც გარკვეული ზღვარი. როდესაც ადამიანებს ბაზრობაზე, თავშეყრის ადგილებზე ეუბნებიან, რომ წადით ბადრი პატარკაციშვილის ოფისში და თქვენ იქ ფულს მოგცემენ, ეს ადამიანები გასაგებია უბრალოდ ამ პროგრამის ხელშემწყობლები არიან. მე ერთსაც გეტყვით, პროგრამის უпростоრად თეზისები, რომელიც გაჟღერდა, რასაკვირველია, ბევრს გული გაუხეთქა და ბევრმა სცადა ხელი შეშლა. მაგრამ გეტყვით ერთსაც, ის ვინც ამ პროგრამის დახორციელებას ხელს შეუშლის, ელემენტარულად ის ქართველი ხალხის მტერია. ის საქართველოს მტერი იქნება, იმიტომ რომ პროგრამაში თეზისებშივე ჩანს, რომ ეს არის მომავლის იმედი, ეს არის საქართველოს გამარჯვების იმედი. ბატონ გოჩა, ვის გაუხეთქა გული, თქვენ შეგიძლიათ ესე დაასახელოთ პერსონალურად? იმათ, ვინც დღეს ისე შეფასება იყო საქართველოს კიკუ არ არის. ასეთი შეფასება მოვისმინეთ ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთი მოწინააღმდეგისგან. ამაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ ვთვლი ამას ასე ვთქვათ კომენტარის ღირსად, მას შეუძლია თავის შეფასებები კონდეს. ჩვენ გვყავს საბრძოლველად ის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა კრიზისში, დემორალიზაცია მოახდინა მთლიანად, ამ ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, სულიერ გატეხვას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო და 7 ნოემბერი ამისი მაგალითი იყო, იმიტომ რომ ეს ის ერია, რომელმაც ჯალალედინს ებრძოლა, ეს ის ერია, რომელიც თემურლენგს გაუძლო, ასე რომ ამერს ვერ გატეხდა ელემენტარულად და ბადრი პატარკაციშვილის მთელი პროგრამა იქნება სწორედ მიმართული იმისათვის, რომ ამ ერმა ღირსეულად იცხოვროს მათი. ბატონ გოჩა, ერთსაც გეტყვით რა, მე მინდა ციტატად აგეკითხო. ჩემი სიმდიდრე საქართველოში არ შექმნილა და ამას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ყველა თვითონ ამას ხაზ ბატონი ბადრი. იმიტომ უსვავს ხაზს, რომ ძალიან ბევრი სიმდიდრე სწორედ საქართველოში შეიქმნა და 7 მილიარდზე მეტია გატანილი ლონდონში სწორედ. და არის ხელისუფლების იმ კლანების მიერ გატანილი, რომლებმაც ფული აქ იშოვეს. ქართველ ხალხს ააყოლინეს ეს ფული და სააკაშვილს ჰქონდა შანსი
შანსი იმისა, რაც ხსნელად მოევლინა ის და იყო ეს პერიოდი, როდესაც ადამიანები მართლაც დიდი იმედებს ამყარებდნენ, რომ ეს ფული მართლაც ამ ხალხის ჯიბისკენ მიმართული. ბატონ გოჩა, განცხადების ბატონ გოჩა წერია, რომ მუშაობდნენ ამ პროგრამის შემუშავებაზე ცნობილი ექსპერტები. თქვენ შეგიძლიათ გვარები დაგვისახელოთ, ან გითხრათ ვინ არიან ეს ექსპერტები, ვინც ამ პროგრამაზე მუშაობდა? ამ პროგრამაზე მუშაობდა და აგრძელებენ ასევე მუშაობას და ჩაერთვებიან ქართველი ექსპერტებიც და როდესაც დაახლოებით ხუთშაბათს პარასკევს პროგრამა უკვე მიიღებს იმ სახეს, როცა მისი გაცნობა უკვე შესაძლებელი იქნება იმ ფორმატში, რომელ ფორმატსაც ელოდება არა მარტო ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება, არამედ პოლიტიკური ნაწილის ელოდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჩვენ ამ სახით ამას მივიღებთ. და მაშინ დასახელდება ის გვარები, რომლებიც მუშაობდნენ ის ადამიანები. როდის ჩამოდის ბატონი პატარკაციშვილი საქართველოში თუ დაზუსტდა? დაზუსტებული ნამდვილად არ არის, რადგანაც თქვენ კარგად იცით, რომ სწორედ ამაში დლომის წილი აქვს ხელისუფლებას, რომელიც არა მარტო აქ არ არის საუბარი დაჭერაზე, არამედ უსაფრთხოებაზეც კი არის საერთოდ ლაპარაკი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბატონებადრი ჩამოვა, რადგანაც უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტია ის ხალხი, რომელიც ჩვენ ოფისებს მოაწყდა. როცა დღეს 5000-ზე მეტმა მარტო ცენტრალურ ოფისში გაიარა რეგისტრაცია და მხარდაჭერა გამოუცხო ბატონ გოჩა, თქვენ დარჩით ჩვენთან და გადმოვალ მე უკვე სტუდიაში შეკითხვას დაუსვამ ბატონ გიორგი ღაღანიძეს, მისი პარტიის ლიდერმა ბატონმა გია მაისაშვილმა დღეს ბრძანა, რომ საქართველოს არ არის კიკუ. რას გულისხმობდა ბატონი გია ამაში? მან თქვა, რომ საქართველოს არ არის მათხოვარი აგრეთვე დასძინა. რას გულისხმობთ თქვენი პარტია, თქვენი ლიდერი ამ განცხადებაში, ბატონ გიორგი? ვახო რა უნდა ეგულისხმო ამაში, რაც ნათქვამია, ის არის ნაგულისხმები. და თავისთავად ეს შეთავაზება, რომ მე გადავიხდი ვიღაცისთვის ფულს, ესეთი შეთავაზება, ამ ტიპის შეთავაზება არ შეიძლება იყოს ნორმალური და ღირსეული. მაგრამ თქვენ ამას დაპირებად ან საარჩევნო პროგრამად არ განიხილავთ, ეს არის თქვათ მოსყიდვა თქვენი აზრით? არ ვიცი, ეს ამას არ რეგულირებს კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულ აზრს ან ვიღაცისაც მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ უფასო ყველი არის მარტო სათაგურში, ეს ერთი. და მეორე ჩვენ უნდა ვისაუბროთ პრობლემის არსზე და პრობლემის არსი გახლავთ ის, რომ უკიდურესი გაჭირვება აქვს ქვეყანაში. მხოლოდ ეს ფონი უკიდურესი გაჭირვებისა ქმნის საშუალებას, რომ ასეთი ტიპის განცხადება იყოს გაკეთებული. სხვა შემთხვევაში ეს არის წარმოუდგენელი. უკიდურესი გაჭირვებაა. ეხლა მე სანამ მოვიდოდი არ მქონდა დიდი დრო, მაგრამ გადავხედე ციფრებს. ესე იგი დასაქმებაში კლება 2007 წელს 9 თვის მონაცემებით 2006 წელთან შედარებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში. ჩვენ პრაქტიკულად 13 და 8% კი არა გვაქვს უმუშევრობა. გაცილებით უფრო მეტი გვაქვს, იმიტომ რომ 970,000 სოფლის მეურნეობაში ყოფილა დასაქმებული. წარმოგიდგენიათ, 53% სამუშაო ძალის ყოფილა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული. ეს უბრალოდ დათვლილია, როგორც თვით დასაქმებული. რეალურად ეს ხალხი არის უმუშევარი. თქვენ დახატეთ ძალიან მძიმე სოციალური ფონი, ანუ ამით მძიმე სოციალური სარგებლობს კანდიდატი? არა, მე დავხატე, მე კი არაფერი არ დავხატე, შევძანდით საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის საიტზე და აიღეთ ეს ინფორმაცია, ეს ღია ინფორმაცია, ეს ცალკე ჩემი გამოთვლები არა, მე შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა რეალობაში, იმიტომ რომ ჩვენი სტატისტიკა მაინც ინსტიტუციონალურად ცუდად არის მოწყობილი, კონკრეტულ სამინისტროს ექვემდებარება. ამდენად აი ეს ფონი არის და ამაზე არის სალაპარაკო. ხოლო რაც შეეხება საერთოდ საარჩევნო დაპირებებს, ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა პრესკონფერენცია, რომელიც ჩავატარეთ ჩვენ ოფისში, რუსთავი ორი ბრძანდებოდა, ძალიან დიდი მადლობა, რომელსაც დავარქვით მითი და რეალობა. ეხლა აქ უბრალოდ, იცით, ყოფილმა პრეზიდენტმა წამოიწყო თამაში ამ დაპირებების და გარკვეული კანდიდატებიც მას აყვნენ. ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, დაპირებების გაცემა დაიწყო ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. და შემდგომ მიდიოდა ამის მუდმივი ესკალაცია. და ზოგიერთი პრეზიდენტობის კანდიდატიც აყვდა, ეხლა დღეს ბატონმა პატარკაციშვილმა მარტივად გადაწყვიტა ეს პრობლემა, თქვა, რომ ეხლა ყველაფერზე რო არ უპასუხო, რასაც დაკვირდებათ ორზე გაამრავლეთო. მაგრამ არავინ არ საუბრობს, საიდან ეს ყველაფერი. ეს ხო შეუძლებელია. $100 პენსია. ეს არის $1,182 მილიონი მხოლოდ პენსიონერებს წელიწადში. ეს არის წარმოუდგენელი. გუშინ პრემიერ-მინისტრი საუბრობდა და ძალიან ისეთი ტონით გითხრა, სულ რაღაც 400 მილიონი. ასე 400 მილიონი კნინობით ფორმაში გადაიყვანა.
ჯერ ეს ერთი 400 მილიონზე მეტი გამოდის. შეგვიძლია მარტივად დავთვალოთ, მე აქ მაქვს დაპირებები. 300 მილიონი მხოლოდ უნდა წავიდეს ბანკში. იაპ კრედიტებზე, რომლის კაპიტალი შემდეგ მომდევნო წლებში 3 მილიარდ ლარამდე გაიზრდებაო. აი წერია ეს. ახლა ამას დავუმატეთ ყველაფერს სხვა დანარჩენი დაპირება, აგ საუბრობდით ახლა ბატონი სოსუდანი. აი ლეიბორისტებსაც აქვთ დაპირება, ბატონ გიორგი, აი ბატონი შალვა ამბობს დაახლოებით მე ხა სუსტად არ მახსოვს, თუ არ ვცდები, გაანახევრებს ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადს და იქ არის კიდევ შეღავათების მთელი პროგრამა. ბატონ იოსებ, აი რამდენად რეალურია ეს ყველაფერი? თან თქვენ თქვით, რომ პატარკაციშვილმა თქვენი იდეები მოიპარა, უბრალოდ ბატონმა შალვამ თქვა ასეთი კომენტარიც მოვისმინეთ. პირველ რიგში მოგესალმებით და მინდა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პირველად ვარ თქვენს გადაცემაში, მე მინდა გადმოგცეთ ბატონი შალვა ნათელაშვილის პროგრამა. თვითონ გაეცანით და ნახავთ, რომ აქ არარეალური არაფერია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე მიგვაჩნია, რომ აქ არარეალური არაფერია. და მე კიდევ ერთი დაზუსტება მინდა გავაკეთო. შალვა ნათელაშვილის სიტყვა მოპარვა არ უხმარია, იმიტომ რომ ჩვენი პროგრამა ნამდვილად არავის არ მოუპარავს. შეიძლება ვინმე გაიზიარა ჩვენი პროგრამა და საერთოდ მე ურჩევ ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს გაიზიაროს ჩვენი პროგრამა, ეს სოციალური დაცვისკენ მიმართული პროგრამაა და ამაში ცუდი არაფერი არ არის. რაც მეტი გაიზიარებს ამ პროგრამას, მით უკეთესია, ხოლო აი რაც შეეხება სააკაშვილმა ნამდვილად მოიპარა ჩვენი პროგრამა. შალვა ნათელაშვილმა გამოაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში 1000 ლარი გაიცემა ყოველ ახალშობილზე, ხოლო ყოველ მეორე შვილზე გაიცემა 2000 ლარი. სააკაშვილმა ერთ კვირაში უკვე დაიწყო ამის PR კამპანია. ბატონ შალვას საიდან მოაქვს ეს ფული, ბატონ იოსებ? ბატონ შალვას ეს ფული მოაქვს ბიუჯეტი და როდესაც ის გახდება პრეზიდენტი, ხოლო აი მიხეილ სააკაშვილს საიდან მოაქვს ის დაპირებები, ის სრულ დაპირებები, ან და დაპირებამდე ვილაპარაკოთ ბატონო ვახო, საიდან დადის სააკაშვილი საპრეზიდენტო ესკორტით. აცხადებენ დაქირაებული აქვს, რომელი ფულით ქირაობს, 4000 ლარი აქვს თუ ქონდა როცა პრეზიდენტი იყო ხელფასი. ცხოვრობს საპრეზიდენტო შავნაბადას რეზიდენციაში. რა უფლებით ცხოვრობს, ან თუ დაქირაებული აქვს, სხვა კანდიდატსაც უნდა იგივე რეზიდენცია იქირაოს. აი, როდესაც გურჯაანში ვიყავით, ჩვენ კახეთი მოვიარეთ, გურჯაანში ქონდა რაღაც იაფასიანი შოუ კონცერტი გამართული სააკაშვილს და 50-ზე მეტი ყვითელი სანდრაბუსი დავთვალეთ, სადაც გაკრულია რაღაც იაფასიანი წარწერები, დასაქმება და იმ წუთში გამიელვა თავში, ქვეშ უნდა მიაწერო ვაი შენს პატრონს. აი ძალიან მაინტერესებს საიდან იღებს ამ ფულს, საიდან იყიდა ჩელენჯერი, რომელი ფულით იყიდა 60 მილიონ ლარად ღირებული, საიდან სარგებლობს იმ ვერტმფრენით, რომელიც საპრეზიდენტო ვერტმფრენი იყო, ჯერ საერთოდ რატომ უნდა კონდეს პრეზიდენტს ასეთი ძვირი ვერტმფრენი და მე რატომ სარგებლობს ის და საერთოდ თუ სააკაშვილს რამის გაკეთება უნდა, მას ჰქონდა 4 წელიწადი. 4 წელიწადში სააკაშვილს ხალხის მოტყუების მეტი არაფერი გაუკეთებია. ქვეყნის გაყიდვის მეტი და სტრატეგიული ქონების გასხვისების მეტი არაფერი გაუკეთებია, ხოლო რაც შეეხება ბადრე პატარკაციშვილს, მე ესეთი არაფერი გამიგია. კაცს აუკრძალო საკუთარი ფულის დახარჯვა, ესეთი რამე არ გამიგია მსოფლიოში. თავისი ფულია და როგორც უნდა ისე დახარჯავს. ეს მისი პირადი ბატონ გოჩას მინდა ისევ დაუბრუნდეთ. ბატონ გოჩა, როდესაც დღეს გადიოდა თქვენ შტაბში ხალხი რეგისტრაციას, იყო ხელისუფლების სახელმწიფო დასაქმების პროგრამა და მაშინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა, თუ რატომ ართმევენ ხალხს, რატომ გამოართმევენ ხოლმე ხალხს პირადობის მოწმობას და რატომ გადის ხალხი რეგისტრაციას. დღეს თქვენთან რატომ გადიოდა ხალხი რეგისტრაციას, ბატონო გოჩა? მოდით ეს განვასხვაოთ. იქ ხალხს რო გამოართეს პირადობის მოწმობა, ჩამოართეს კიდევაც. იმის გარდა კიდევ ეუბნებია 5 პირადობის მოწმობა უნდა მოიტანო. და რეალობაში ეს ყველაფერი მიდის იქით, რომ გაყალბება და გვაქვს ამისი ასე ვთქვათ ვარიანტები როგორ ხდება და ჩვენც ვიცით რა მეთოდებით და რა ფორმებით ხდება, ამაზე იყო აჟიოტაჟი აღებული. რაც შეეხება ჩვენთან, ეს ადამიანები თვითონ ითხოვდნენ, რომ აქ იწერებოდა სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და მხარდამჭერები რომ ვარ. აი ეს ფორმა იყო. მეორე მომენტი მე მინდა თაკურადღება გამომახვილოთ ერთ რამზე. რაც არ უნდა ვცადოთ და მე დიდმაგრობას ვუხდი ბატონ იოსებს, ბატონ სოსოს სწორედ იმაზე, რაც არ უნდა ვცადოთ. ეს იქნება ხელისუფლება, იქნება ჟურნალისტებმა
ამას შეიძლება არაპირდაპირი და ირიბი ფორმით მოხდეს ეს ჩვენ შორის დაპირისპირების ასე ვთქვათ შემოტანა ეს არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ერთი ადამიანი, რომელიც მოქალაქე სააკაშვილი, რომელსაც ქვეყანა დააქცია, ეს ადამიანი საქართველოს პოლიტიკური სივრციდან გასაძევებელი. ასე რომ რაც არ უნდა იყოს ჩვენ შორის ასე ვთქვათ, ვინ რა მოიპარა თუ ვინ ვისი გადაიღო ეს პროგრამა, ჩვენ ამ იმაში არ ჩავერთვებით, კამათში და დისკუსიაში არ შევავთ. და მე გეტყვით ერთ რამეს. როდესაც ბადრი პატარკაშვილი ამოხსნა, ჩვენ შევქმნით პირობებს რეალური და ეფექტური ეკონომიკისათვის. იმისთვის რომ თქვენ თვითონ გამოიმუშავოთ, ყურადღება გაამახვილეთ, თქვენ თვითონ გამოიმუშავოთ, იცხოვროთ თქვენი საკუთარი შემოსავლით, თქვენი პურით და თქვენი შრომით და არა მათხოვარზეა ლაპარაკი, რომელსაც დაამათხოვრა მიხეილ სააკაშვილმა. მაგრამ იქამდე სანამ ეს მოხდება, ეს არის 18 თვეზე გაწერილი, იმიტომ რომ ეს არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში. 18 თვიან პერიოდში ადამიანები ცოცხლები უნდა მივიდნენ იმ სამუშაო ადგილებამდე, ცოცხლები უნდა მივიდნენ იმ წარმოებებამდე, რომელიც გაკეთდება. ასე რომ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ ადამიანებს შველა ჭირდებათ. ანუ შეხიდება ჭირდება თუ ამ ტერმინს მივხვდით, ბადრი პატარკაშვილის ტერმინია სწორედ. ამ შეხიდებაზეა სწორედ საუბარი და ამ ფულსაც კიდევ გეუბნებით სწორედ თქვა ბატონო მოსულსამ, როცა არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილი სხვის ფულს, ჩემს ფულს, თქვენ მოსახლეობის ფულს ხარჯავს როგორც უნდა ისე, ამაზე რეაგირება არ არის. ხოლო ადამიანს, რომელსაც თავისი თანამ ქვეყანაში დაგროვილი ფული არ არის ეს. და კიდევ გეუბნებით განსხვავებით იმისა, რომ ამ ქვეყნიდან ფულები გადის და გააქვს სწორედ იმ კლანებს, რომელიც სააკაშვილის კლანებია. და ამ ფულს დავაბრუნებინებ. ამის პირობასაც გაძლევს. პატარკაციშვილი მოხმარდება სწორედ მოხმარდება ადამიანების კეთილდღეობას. პატარკაციშვილი ამბობს, რომ რასაც დაკვირდებათ ხელისუფლება, გაამრავლეთ ეს ორზე. რაღაც შეჯიბრის ხასიათს ხო არ ატარებს ეს ყველაფერი? ეს არის ჩვეულებრივი PR ტექნოლოგია, რომელიც მანაც გამოიყენა, იმიტომ რომ ხელისუფლების დაპირებები და მას ეს შეუძლია თან. ეს არ არის მხოლოდ ზეპირის სიტყვები. მას მართლაც შეუძლია ამის გაკეთება და აკეთებს კიდევაც. ორზე კი არა. აქ პროგრამაში ბევრი რამ ისეთი წერია, რომ შეიძლება 3-ზე და 4-ზეც გაამრავლო. ორი ეს იყო ცირად ნათქვამი, ასე ვთქვათ, გარკვეული კიდე თავდაბალი ადამიანად, თორე რეალობაში უფრო მეტი კეთდება, რასაც ხელისუფლება პირდება. ხელისუფლების ერთ კომენტარს გეტყვით, მათ თქვეს დღეს, რომ რასაც პატარკაციშვილი დახარჯავს წინასაარჩევნოდ, მას იმ შემთხვევაში თუ გახდება პრეზიდენტი, ამოიღებს 5 მაგათ. ამას რა კომენტარს გაუკეთებთ? 5 მაგის ამოღება ამ ხელისუფლების პირდაპირი მოქმედებაა და იღებს მართლაც. და ამოღებულ ფულს ოღონდ მოსახლეობას არ უბრუნებს. პირობა, რითაც ხელისუფლება მოვიდა და მეც ვიყავი ამ საარჩევნო შტაბში, სწორედ ის იყო, რომ ის ფული, რომელიც მოტაცებული იყო და მართლაც ჰქონდათ გატანილი იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც არა ბიზნესმენებზეა საუბარი, ჩინოვნიკებს, რომელთაც ჰქონდათ დიდი რაოდენობით ფული გატანილი, ხალხს უნდა მოხმარებოდა. მაგრამ ხალხის მოხმარების მაგივრად გამდიდრდა რამოდენიმე ათეული ადამიანი. როცა კორუფციაზეა ლაპარაკი, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კორუფცია. ანუ უმაღლეს ეშელონებში კორუფციაზეა საუბარი და არა რიგით საწყალ ადამიანზე, რომელმაც თურმე სადღაც ვიღაცამ 10 თუ 15 ლარის გამო დაიჭირეს. ის ვინც 10 მილიონს იპარავს, და გახსოვთ თქვენ უგულავამ თქვა, როგორ შეიძლება 100 ლარზე და 200 ლარზე ლაპარაკიო, 200 ლარზე კორუფცია დასაკვირველია დასაგმობიაო. თუ ლაპარაკია 200 მილიონზე, ან წართმევაზე, და თქვენ კარგად ეთეთ საარჩევნო კამპანია როგორ ფინანსდება, როცა ბიზნესმენები დაიბარეს და პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენ ფულს გადაიხდით საშუალო ბიზნესმენებსაც, ასე ვთქვათ, დიდი მსხვილი ბიზნესმენებიც პირდაპირ დაატერორეს და ისე ჩაადებინეს ფული. თუ ბადრი პატარკაციშვილი თავის ფულზე ლაპარაკობს, მაშინ დასაკვირველია ეს უკვე ხელის შეშლის მთელი მექანიზმები იყო. როდესაც ამბობთ, რომ ბატონი ბადრი გადაიხდის ორჯერ მეც, რასაც ხელისუფლება დახარჯავს, თქვათ, ხო, ეს მისი სიტყვებია. რა ფულს ხარჯავს ბადრი პატარკაციშვილი? რა კაპიტალის ფლობელია, თუ შეგიძლიათ გითხრათ, ის არ არის მილიარდერთა სიაში, ჩვენ ვერ ვნახეთ ოფიციალურად, რომ ის იყოს რომელიმე მილიარდერთა სიაში. ჩვენ ეჭქვეშ აკეთებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ფული არა აქვს. ეს ოფიციალურად თუ არის ცნობილი რა კაპიტალის ფლობელია, ეს ჩვენთვის უცნობია. ოფიციალურად და იმის მიხედვით გამოჩნდება. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, საპრეზიდენტო კანდიდატი რა კაპიტალის ფლობელია, ბატონ გოჩა? რაც მან თქვა, რომ დახარჯავს, ეს საარჩევნო ფონდში იქნება და გაიწერება და არჩევნების მერე კანონის შესაბამისად ისევე როგორც სულ ყველა კანდიდატისა იქნება საჯარო, გამჭირვალე და ყველასთვის დასანახი. უფრო საინტერესოა ის ვინც სხვის ფულს ხარჯავს და როგორ ხარჯავს იმისი ნახვაც, ვიდრე ალბათ იმ ადამიანებისა, რომლებიც თავის საკუთარ ფულს ხარჯავენ, იმიტომ რომ კანონში ნამდვილად შეზღუდვა არ არის. ამ შეზღუდვას ხელისუფლება აწესებს. ჩვენ ძლივს მოვახერხებთ, რომ 5-6 დღის განმავლობაში გადამორიცხული ფული, რომელიც შემოვიდა ფონდში, ელემენტარულად კონვერტირება გაგვეკეთებინა და გაგვეწყო, ასე ვთქვათ, ამ ფულის მოხმარება.
ანუ ხელის შეშლა ყოველდღიურია ხელისუფლებიდან. საკუთარი ფული რომ ადამიანმა შემოიტანოს ფონდში, რომელიც კანონის მიხედვით არის. ჩვენ არ ვწდებით კანონს არსად, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, კანონის გაცდენის შემთხვევაში კი არა, კანონს რომ ვასრულებთ, მაშინაც გასაფრთხეები გვაქვს და კანონის გაცდენის შემთხვევაში, გასაგებია ხელისუფლება რაღონეს და რაფორმას მიიღოს. ბატონ გოჩა, გარდა ფინანსური მხარისა, პროგრამაში კიდევ სხვა საკითხებზეც არის საუბარი. არ წერია პროგრამაში არაფერი ნატოს შესახებ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ. თქვენ არ მიეცით პარლამენტში ნატოსთან დაკავშირებით ერთ დოკუმენტს მხარი. ბადრი პატარკაციშვილის პოზიცია როგორია? ამ შემთხვევაში არ არის მკაფიოდ ჩაწერილი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს ნატოში. როგორია მისი ხედვა ამ კუთხით? თეზისები და ეს არის თეზისები და არა პროგრამა. დანარჩენი, რაც ეხება საგარეო პოლიტიკას, იმ ბალანსებს, რომელზეც ბატონი ბადრი ლაპარაკობდა, რაც ეხება ასევე ტერიტორიულ მთლიანობას, ეხება კულტურის, ასევე სისხლის სწავლის, განათლების სფეროებს, ეს ყველაფერი რასაკვირველია პროგრამაში იქნება. და რაც შეეხება ასევე იდეოლოგიას, ეს ყველაფერი ასევე პროგრამაში გაწერილი იქნება და მისი პრეზენტაცია მოხდება. ამას კიდევ ერთი ალბათ მოლოდინი ექნება, იმიტომ რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად ელოდებოდა და თეზისებმაც კი აი ეს აჟიოტაჟი გამოიწვია, ისეთი აჟიოტაჟი, რომელსაც ხელისუფლება მე პირდაპირ გეტყვით შოკში ჩააგდო და თქვენ ამბობთ რატომ დღეს საგანგებო ხდომა ჩატარდა. საგანგებო ხდომა უშიშროების საბჭოს, იმიტომ რომ მათ ფორმები უკვე აღარ აქვთ. დაუძველდათ ის ფორმები, რომელიც ჰქონდათ და კარგად იციან, რომ ამ პროგრამის ამ ნაწილის წინამდე წასვლაც კი რას ნიშნავს. დანარჩენ ნაწილში ეს ყველაფერი გაწერილი იქნება და ნამდვილად როცა პრეზენტაცია გაკეთდება, ყველანი ნახავთ. რაც შეეხება როცა ლაპარაკი რომ მე ნატოს დავაზუსტე, ნატოს არ მივეცი ხლა. უჭერს თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას? ბადრი პატარკაციშვილი საგარეო პოლიტიკის შესახებ მან უკვე თავისი განაცხადა და იყო საუბარი, ეს არის დაბალანსებული პოლიტიკა. ჩვენ ევროინტეგრაციისაკენ მივილტვით და ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა ნამდვილად იყოს ევროინტეგრაციაში, ევროსტრუქტურებში გაერთიანებული და რასაკვირველია დასავლური ცივილიზაციის, დასავლური ღირებულებისაკენ მივდივართ. რაც შეეხება იმას, რომ თქვა ასვიდიო და ლაპარაკი ვერ მივიღე ბატონ გოჩა. მიიღებთ პასუხს, როდესაც იქნება კონკრეტულად პრეზენტაცია პროგრამის და კიდევ გეუბნებით, დღეს ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ნატოს მომხრეები არიან, მათ ყველაფერი გააკეთეს 7 ნოემბრამდე და 7 ნოემბრის მერეც, რომ ეს შეჩერებულიყო. რეალურად ამ ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ნატოს პროგრამა ფაქტიურად ჩაგდებულია. ბატონ გოჩა, ჩვენ ბრუნდებით ისევ სტუდიაში, მე დაგიბრუნდებით ცოტა ხანში, მანამდე ჩვენ სტუმრებს მივცემ საშუალებას გამოთქვა თავიანთი აზრი. თუ ამდენი ფული შემოვიდა ბატონ გიორგი, რასაც ამბობს ბადრი პატარკაციშვილი, 1,5 მილიარდი. ეს არ გამოიწვევს ქვეყანაში ინფლაციას? რა ეკონომიკური პროცესები წავა ამის შემდეგ თქვენი აზრით? გასაკვირველია, საერთოდ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, გადანაწილების შედეგად გაზრდილი ნავთი ფულის გაცემა გამოიწვევს ინფლაციას. აქ ორი აზრი არაა, იმიტომ რომ თანხების შემოდინება დასდა უნდა ეფუძნებოდეს წარმოებლურობის დას. ეს არის აქსიომატური დებულება. სამწუხაროდ არც ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ნათლად არ ასახელებს რა იქნება ამ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის საფუძველი. ეხლა მეტნაკლებად ყოფილმა პრეზიდენტმა რაღაცა, ასე ვთქვათ, ილაპარაკა და პრემიერი ლაპარაკობს რაღაც მინიშნებებით და ამბობს, რომ აი ექსპორტს მივცემთ პრიორიტეტს. ბატონ გიორგი მაისაშვილს აქ ცხადად, ნათლად, ცალსახად გათვლის დონეზე წარმოდგენილი. ანუ ნებისმიერი ჩვენი ციფრი, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, ეს არის გათვლის შედეგი. ჩვენ ამას ვთვლიდით სტატიური მოდელის მიხედვით, იგივე ვთქვათ, DGG-ს შემცირება, თქვენიც ეს გაჟღერდა, ამ სტუდიაშიც გაჟღერდა, ეს არის უახლესი მიღწევა თანამედროვე ეკონომიკური, ასე ვთქვათ, აზროვნების, რომ 1% DGG-ს შემცირება 4%-იანს დასიწვევს ბრუნვაში და ეს არის გაჯერებული ეკონომიკებისთვის, საქართველოს ტიპის ეკონომიკისთვის გაცილებით უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამ 4%-ზე გავთვალეთ. და აი ეს DGG-ს გაუქმება სწორედ აქედან გამომდინარეობს. ეს გააორმაგებს საქონელ ბრუნვას და სწორედ ამიტომაც შემოთავაზება არის, რომ შემოვიტანოთ sales tax, ანუ გაყიდვებზე გადასახადი. და როგორ შევავსოთ ბიუჯეტი, როგორ უნდა შეიქმნას ეკონომიკური ბუმი ქვეყანაში. ეს გამოცდილი მოდელია. ახლა ეს ესტონეთში გაკეთდა ერთ-ერთი ბოლო, ასე ვთქვათ, და თვითონ გიორგი იღებდა ამაში მონაწილეობას და კარგად მოგეხსენებათ, რომ იქ რაც გაკეთდა, რა შეცდომებიც დაიშვა, ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული და აღმოფხრილი ის, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოში. მხოლოდ ეკონომიკურის და არა ამოიღე და გადაანაწილე
არამედ დაზოგედა ინვესტიცია განახორციელე მოგვიტანს სასურველ შედეგებს. სოციალური პოლიტიკა არ შეიძლება მოუწყვეტოთ ეკონომიკას, არ შეიძლება ვილაპარაკოთ რაღაცა თანხების შეფრქვევაზე. ჩვენ უკვე ვხედავთ რა ინფლაციაა. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ 300 მილიონი იაფი კრედიტი რო გავა. ჯერ ის არ არის გარკვეული როგორ აპირებენ ამის გაცემას იქ სახელმწიფო ბანკიც კი წავიკითხე. სახელმწიფო ბანკის ჩამოყალიბება გვინდაო, ნუ რაღაცა წარმოუდგენელი არ ვიცი ხა ეს როგორ გააკეთებენ. აი ეს იაფი ფულის შეფრქვევა ეს უკვე ინფლაციას კი არა, ჰიპერინფლაციის საშუალების წინაშე დაგვაყენებს. ეს გაგვახსენებს აი იმ პერიოდს, კუპონები რო იყო. ბატონო ისევ თქვენი პროგრამები როგორ უნდა გაახორციელდეს? ამდენი ფული საიდან უნდა მოვიდეს? როდესაც ამბობთ, რომ გადაუდებელი ოპერაციები, რეანიმაცია, აი 14 წლამდე მკურნალობა იქნება უფასო და ჩამონათვალი შემიძლია გავაგრძელო, რასაც ვალდებულებებს ეძახის თქვენი პარტია. კი ბატონო, დავიწყოთ იმით, რომ პირველი რასაც ინფლაცია არ იქნება თქვენს შემთხვევაში საფრთხე ქვეყნისთვის. ეხლა მოგახსენებთ, ინფლაციის და ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი, რადგანაც მან უკვე საარჩევნოდ დააცარიელა ხაზინა. ხაზინაში ფული არ არის და საქართველოს რეალურად დეფოლტის საშიშროების წინაშე დგას და საერთოდ მე მინდა ბატონო მიხეილ შეგახსენოთ, რომ ბიუჯეტი ეს არის კანონი და როდესაც ბიუჯეტს ხარჯავთ ისე როგორც საკუთარ ჯიბეს, ეს არის კანონის დარღვევა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამხელა დანახარჯი გაქვთ. თქვენ, როდესაც პრეზიდენტი ბრძანდებოდით, საპრეზიდენტო ფონდიდან 60 მილიონი გაქვთ გადახარჯვა და თქვენი 5 მშენებარე სასახლე სახელმწიფოს უჯდება 9 მილიარდი დოლარი. აი ეს არის ინფლაციის გამომწვევი და არა ის, რასაც შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ პირდება. აი დავიწყოთ პირველი. და ყველაზე მთავარი ვალდებულება. განახევრდება გაზის და გენის ტარიფი. აქედან საბიუჯეტო თანხის არც ერთი თეთრი არ წავა, რადგანაც ძალიან ცნობილ ექსპერტებთან გვაქვს ნალაპარაკები და არა ერთხელ და ორჯერ. ეს თანხა საიდან? ჰიდროსადგურებით მე ვამბობ, რომ ბიუჯეტიდან არ წავა არც ერთი თეთრი, როდესაც გადასახადები განახევრდება. თეთრი-თეთრნახევარი ჯდება დაახლოებით ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია. 2-2.5 თეთრი ჯდება თბოელექტროსადგურებით გამომუშავებული ელექტროენერგია. ამავე დროს ზამთარში ხდება ელექტროენერგიის ექსპორტი, რომელიც დაახლოებით 3-4 თეთრი ჯდება. შეწონილი ტარიფი დისტრიბუციის დამატებით მაქსიმალური ღირებულება ამ ტარიფის არის 5 თეთრი. მე ვამბობ მაქსიმალური ღირებულება. ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ მაქსიმალურზე მეტი იქნება დენის ტარიფი, რადგანაც ჩვენ ვანახევრებთ. დღეს 18 თეთრს ვიხდით. აი წარმოიდგინეთ, ამხელა დისბალანსია თვითღირებულებას დისტრიბუციასა და ტარიფს შორის და თანაც მე მინდა გაზის ტარიფსაც შევეხო. გაზის ტარიფი ჩვენ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გავუკეთა მეგობრული ჟესტი, ასეთი და 15 თეთრად გვაწვდის, ანუ საზღვამდე მოდის 15 თეთრად კუბომეტრი გაზი. ჩვენ რამდენ თეთრად ვღებულობთ? 42 თეთრად. აი მთელი ეს ფული მიედინება ბეჟუაშვილების ჯიბეში. და თანაც მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი. დენის და გაზის ტარიფი გათვლილია დოლარის კურსი 2.2 ლარი. აი ესე და თელასის ხელშეკრულებაში და ასევე ყაზტრანსგაზის ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ წავა მასობრივი დევალვაცია ლარის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ტარიფის მატება. ლარი კატასტროფულად კარგი გაგებით, ნუ ცუდი გაგებით ეს მეორე საკითხია. ლარი გამყარდა 1.58-ია, ხო უნდა დაიკლოს. აი გეკითხებით 2.2-ია გათვლილი. იმის შემდეგ დაიკლო 1.58 გახდა. სად მიდის მთელი ეს ფული? აი რა ფული იხარჯება? მე წეგან კითხვა დავსვი და მე თვითონვე ვაძლევ პასუხს. აი ეს თანხაში უზარმაზარი სხვაობა იხარჯება საარჩევნო კამპანიაში, იხარჯება უზარმაზარი სასახლეების, ფარზენდების, ვილების, სასურავო აუზების, ნაირ-ნაირი ფერის მარმარილოთი შესრულებული აუზების მშენებლობაზე, ფეშენებლურ აგარაკებზე, ფეშენებლურ მანქანებზე და ასე შემდეგ, იმ დროს, როდესაც მოსახლეობა არის უკიდურეს გაჭირვებაში. აი მე დაგისახელებთ რამოდენიმე მისამართს მიბრძანდით ასკანის ქუჩაზე, პურის მოედანზე, ღოვანეს თუმანიანის ქუჩაზე, სახლის ნახევარი გადანგრეულია და უკედლებო სახლში ძინავს მოსახლეობას და ამ ფონზე შენდება 400 მილიონ ლარად ღირებული პრეზიდენტის სასახლე. არის ეს ქვეყანა, რომელსაც მიიღებენ ევროკავშირში? რა თქმა უნდა არ არის. აი მე თქვენ აგიხსენით ძალიან მოკლედ სად მიდის ფული და ეს უზარმაზარი სხვაობა და კიდევ ერთი მინდა დავამატო. სააკაშვილის ძმამ გაზარდა ბენზინის ფასი.
ტყუილია ის რომ სოფლიო ბაზარზე გაიზარდა ბენზინის ფასი არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდში 10-12 თეთრით გაიზარდა ბენზინის ფასი და აი ეს უზარმაზარი სხვაობაც ასევე იხარჯება წინა საარჩევნო კამპანიაზე. წინა საარჩევნო კამპანიაზე იხარჯება საარაკო თანხები პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის მიერ, ისე რომ ჩვენს მიერ დაპირებული იგივე უფასო ოპერაციები არანაირ მსხვილ საბიუჯეტო ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ჩვენ განვახორციელებთ უფასო სასწრაფო დახმარების პროგრამა, ეს ჩვენი პროგრამაა და სააკაშვილმა ურცხვად დაიბრალა, მაგრამ დაიბრალოს ეგ არაფერი, დაემატება რეგიონში ერთი უფასო საავადმყოფო. თბილისში ერთი უფასო საავადმყოფო ჯდება დაახლოებით 2,5 მილიონი, 3 მილიონი. სადაც ყველაზე შეჭირებული ადამიანები იმკურნალებენ ოპერაციებსაც გაიკეთებენ და სულ თერაპიულ კურსსაც გაივლიან. ხოლო რაც შეეხება შეძლებულ ადამიანებს და ღმერთმა ამრავლოს შეძლებული ადამიანები, გვერდით იქვე შეუძლია მეორე საავადმყოფოში იმკურნალონ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს პალატების დონეზე. ჩვენ ფასიან განათლებას და ფასიან ჯანდაცვას არ ვებრძვით, მაგრამ პარალელურად უნდა იყოს საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე უნდა იყოს უფასო აუცილებლად. ჩვენ ისე უბრუნდებით ბატონ გოჩას. ბატონ გოჩა, ამ პროგრამაში მე ციტატას წავიკითხავ, წერია ასეთი რაღაც: იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განდევნეს საკუთარი სახლებიდან 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ბინებით. ანუ ეს ნიშნავს, რომ 2 წელი ალბათ ეს დევნილები არ დაბრუნდებიან, ასეთი დასკვნა გამოგვაქვს ამ არ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ანუ არ გადაწყდება 2 წლის განმავლობაში კონფლიქტები. ამ კუთხით რა როგორ აპირებს, ამ კუთხით მინდა დაგისვა შეკითხვა, როგორ აპირებს ბადრი პატარკაციშვილი კონფლიქტების მოგვარებას, რა კონკრეტული ხედვა აქვს? შეგი თქვენ დაინახეთ როგორც ჟურნალისტმა, რომ ბატონი ბადრი ფიქრობს, რომ 2 წელიწადი ეს პრობლემა არ გადაწყდება და მიხეილ სააკაშვილი აგერ განმეხურის იმ დადგმული კომედიით, აგერ ხვალ გადაწყვეტავს უკვე პრობლემას. ამ დროს სააკაშვილმა საერთოდ გამოყარა დევნილები და ნაწილს ფული მისცა იმისთვის, რომ ბინა ეყიდა და მეორე ნაწილი საერთოდ დღესაც კი მდგომარეობაში, რომ ქუჩაშია გარეთ დაყრილი. ეს არის ის პროგრამა, რომელსაც ის ახორციელებს და როცა შეპირდა თუნდაც დევნილებს იმას, რომ თქვენ დაგეკანონდებათ თუ საცხოვრებელი ადგილი, საბოლოო ჯამში მე პარლამენტში მიხვდნენ, რომ ამის დაკანონება არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ვეღარ გაყიდდნენ წყნეთის აგარაკებია თუ დანარჩენია თქვათ ის სანატორიუმები, რომელიც უკვე გაყიდვის რიგში დგას და შეაჩერა და ეს არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ანუ მოდით შევხედოთ ეს მე მესმის რომ კრიტიკულად თქვენ გიწევთ, რადგანაც ხელისუფლებას ისე ეშინია, რომ ოპონირებასაც კი ვერ ახერხებს და ვერ ჯდება, რადგან კარგად იცის რომ ამ პროგრამის ოპონირება ეს არის დასამარება თავის საკუთარი თავის და ამიტომ ვერ ჯდება სალაპარაკოდ და თქვენ გიწევთ ამ როლში ყოფნა და მე თქვენი მდგომარეობა ნამდვილად მესმის. არა, მე ნამდვილად არ მიწევს ამ როლში ყოფნა, ბატონ გოჩა, მე უბრალოდ შეკითხვას გისვამდა. ვიღაცამ უნდა დასვას ეს პრობლემა და მე უნდა დავსვა, იმიტომ რომ ვარ ჟურნალისტი. თუ თქვენთვის უხერხულია შეკითხვა ნატოსთან დაკავშირებით, კონფლიქტებთან დაკავშირებით, სამწუხაროა თუ ასე ფიქრობთ, რომ მე მიწევს აქ ხელისუფლების როლის შესრულება. მე უბრალოდ შეკითხვა დაგისვით და თქვენგან სამწუხაროდ ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით. მიიღებთ პასუხს კიდევ გეუბნებით პროგრამაში. რასაკვირველია იქნება გაწერილი, მე არ მინდა წინსწრებით ვიყო, მე ჩემი პოზიციები ყოველთვის ჰქონდა და კონსტიტუციურ ფარგლებში იქნება და არა საომარი რიტორიკით და არა გაძაბვით სიტუაციის და მე ვფიქრობ, რომ დღესაც კი არის საშიშროება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად არ ქნას ისეთი რამე, რომ საომარ მდგომარეობაში შეიყვანოს ქვეყანა, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ხედავ, რომ რეალურად არის საფრთხეები და ის ატყობს რა, რომ მას წაგებული აქვს არჩევნები, ახლა მერთმა ნუქნას რომ აქეთკენ რაღაცა ნაბიჯი გადაიდგას, რადგანაც ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ქვეყანა აღმოჩნდება ცუდ მდგომარეობაში. კონსტიტუციურ ფარგლებში კი თქვენ კარგად იცით, ბადრი პატარკაციშვილი ჯერ კიდევ ადრე თქვა, როცა იყო საუბარი 2 პალატიან სისტემაზე. ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ კონსტიტუციურად მოვაგვაროთ, ასე ვთქვათ, ეს პრობლემა, მაშინ აფხაზებს, რომლებიც მოწილენი არიან მთლიანად საქართველოში, მათ უნდა გქონდეთ საშუალება და ბერკეტი იმისა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებაში ღებულებდნენ მონაწილეობას. მათ გქონდეთ გარანტიები იმისა, რომ ისინი ამ ქვეყანაში დაცულები იქნებიან და ამას უკვე მთლიანად ინსტიტუციური შეცვლა ჭირდება ქვეყნის. ძალიან დიდი მადლობა. დაასრულეთ ბრძანეთ რაღაცის თქმას დაასრულეთ შეცვლა ჭირდება და სწორედ ბატონი ბადრი გამარჯვების შემთხვევაში როცა საუბარია პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებაზე არის საუბარი იმაზე რომ დავждებით და ალბათ ქართველი ხალხი რეფერენდუმის სახით განიხილავს როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოწყობა და იქ იმ პრობლემების გადაწყვეტა იქნება სწორედ კომპლექსური რასაც ქვია დევნილთა პრობლემების მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ასე რომ ჩვენ ყველაფერი წინა გვაქვს და ვიცით რომ ქართველი ხალხი ამას ნამდვილად გაიგებს და 5 იანვარი იქნება გადამწყვეტი დღე როდესაც
ფუნდამენტალურად ყველა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამთავრდა სააკაშვილის რეჟიმის დრო და მოდის ახალი მომავალი ნორმალური აშენებული ეკონომიკურად ძლიერი საქართველოსი და მთლიანი საქართველოსი. მადლობთ, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩა, იმედია ბატონი ბადრი პატარკაციშვილი ჩამოვა საქართველოში და შემდეგ ის თავად ისაუბრებს თავის პროგრამაზე. ნახვამდის. ბატონი გოჩა ჯოჯუა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში, მე მინდა ბოლო შეკითხვა დავსვა სტუდიაში, ბატონ გიორგი. თქვენს და ბატონ სოსო, თქვენს დაგისვამთ ამ შეკითხვას. რა დროს ჭირდება იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც თქვენ გაქვთ, თქვენს ლიდერს, თქვენს პარტიას და თქვენს პარტიას დავიწყოთ თქვენგან ბატონ გიორგი. ესე იგი ახლა უნდა დავაზუსტოთ ჩვენ თუ მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილზე ვლაპარაკობთ, ეს იქნება ერთი პერიოდი. თუ ვლაპარაკობთ, ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული სოციალური სოლიდარობის ფონდი, ვინაიდან ჩვენი ამოცანა არის არა რაღაცის დარიგება, თევზის დარიგება მოსახლეობისადმი, არამედ მათი აღჭურვა ბადით. ჩვენ ყველა საქართველოს მოქალაქეს აღჭურვავთ, ასე ვთქვათ, თანამედროვე შრომის უნარ-ჩვევებით და ისინი კონკურენტუნარიანები უნდა გავხადოთ შრომის ბაზარზე არა მხოლოდ აქ, არამედ ზოგადად საერთოდ. იმიტომ რომ ეს გლობალიზაციის პირობებში გახლავთ აუცილებელი. ამიტომ ეს ერთი პერიოდი იქნება, რასაკვირველია, ეს სოციალური სოლიდარობის ფონდი შეასრულებს როლს სანამ დაიწყება ეს ეკონომიკური ბუმი, თუმცა ექსპერტული გათვლით ის იწყება ძალიან სწრაფად იწყება, დაახლოებით როგორც კი მოხდება ეს საკანონმდებლო ცვლილებები, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადის გაუქმება, მოგების გადასახადის გაუქმება, საშემოსავლო გადასახადის 10%-ზე დაყვანა და სოციალური ანარიცხების 10%-ზე დაყვანა, დაახლოებით უკვე თვენახევარში იწყება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ბუმი. და ჩვენი ამოცანა არის სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ამ ეკონომიკური ბუმის საფუძველზე, არა რაღაცა იქ ზონების საფუძველზე და მოზიდვა კაპიტალის. ხშირად არის ლაპარაკი ინვესტიციებზე. ჩვენ ინვესტიციები არ გვინდა ოფშორული ზონებიდან, ჩვენ გვინდა პირველი კლასის კომპანიების ინვესტიციები, აი როგორიც არის Apple. და Steve Jobs-თან მიმდინარეობდა ბატონი გიორგის მოლაპარაკება და შეიძლება ჩამოვიდეს კიდევაც საქართველოში და აქ გახსნას რეგიონალური ცენტრი Apple-ისა, თუ ეს ყველაფერი განხორციელდება. ამიტომ ამას ერთი დრო ჭირდება. ეხლა ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება, ეს რთული რასაკვირველია და ყველაზე რთული პრობლემა გახლავთ, ამას დაჭირდება რასაკვირველია გაცილებით უფრო მეტი დრო, მაგრამ პრინციპული ხედვა აქ არის შემდეგი: პირდაპირი ღია დიალოგი. და როდესაც საუბარი არის გარანტიებზე, ჩვენ ეს გარანტიები უკვე ჩამოვაყალიბეთ. ეს გარანტიები გახლავთ ის, რომ უზრუნველყოფილი იქნება აფხაზების მონაწილეობა ხელისუფლების მართვაში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბელგიის მოდელი. თუ პრემიერ-მინისტრი არის ვალონიიდან, პარლამენტის სპიკერი გახლავთ ფლანდრიიდან. შესაბამისად შეგვიძლია კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი არის ეროვნებით ქართველი, მაშინ მეორე პოსტი ეს იქნება აუცილებლად აფხაზი. ეს ერთი. მეორე, ეს გახლავთ დაკავშირებით რეფერენდუმთან. რეფერენდუმი ჩაითვლება ჩატარებულად, თუ ის ჩატარდა მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე. და ეს არ გახლავთ ლიტონის სიტყვები, ეს მოლაპარაკებები, მათი გარკვეული ნაწილი უკვე მიდის. იმიტომ რომ არის გარკვეული კონტაქტები. მოლაპარაკებები ვის? მოლაპარაკებები ასე ხმამაღლა მოვიტყვით აი ამ ინფორმაციის გაცვლა, მოდით ესე დავარქვათ. იმ ადამიანებთან, რომლებიც აფხაზეთში იღებენ გადაწყვეტილებებს. თქვენი პარტიის მხრიდან ხდება ეს? დიახ. ბატონ სოსო, თქვენ რა დროს სჭირდება, თქვათ აი რახან დღეს ვსაუბრობთ სოციალურ პრობლემებზე, სოციალური საკითხების გადაწყვეტაზე. თუ შეიძლება ასე ცალკე განვიხილოთ სოციალური პროგრამები, რა დროს სჭირდება აი ამ ვალდებულებების განხორციელებას, რომელზეც ბატონი შალვა ნათელაშვილი საუბრობს? ზუსტად იმდენი, რამდენიც იქნება პრეზიდენტობის ვადა, 5 წელი. მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ზუსტად მაგას გეუბნებოდით, ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვაპირებთ პრეზიდენტობის არსებული მოდელის გაუქმებას, რა თქმა უნდა, რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგად
აქ მეორე საკითხია კიდევ დასმული მისი უწმინდესობის მიერ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა, ამიტომ ჩვენ გეგმავთ რომ ჩავატაროთ პლებისციტი ან რეფერენდუმი და კითხოთ ხალხს როგორი სახის საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა, საპარლამენტო მონარქია თუ საპრეზიდენტო საპარლამენტო რესპუბლიკა პრეზიდენტის არსებობით. ანუ სახელმწიფოს მეთაური ქვეყანას ყველა ვარიანტში უნდა ყავდეს, ან მონარქი უნდა იყოს, ან პრეზიდენტი უნდა იყოს, მაგრამ გააჩნია როგორი პრეზიდენტი, არა ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ჩვენ გვყავდა შევარდნაძე ან სააკაშვილი, არამედ პრეზიდენტი, რომელიც იქნება ცერემონმაისტერი. ის დანიშნავს ელჩებს, მოაწერს ხელს კანონებს, მოაწერს ხელს წარმომადგენლობითი. ანუ მისი უფლებები მკვეთრად შეიზღუდება და როდესაც აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის წარმოიშვება რაღაც კონფლიქტი, პრეზიდენტი გამოდის მედიატორის როლში და აი ეს ასეთი საინტერესოა ბატონი შალვა სათხედავს თავის თავს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, პრეზიდენტის პოსტზე თუ ბატონი შალვა ამ ეტაპზე ხედავს თავის თავს პრეზიდენტად, რომელიც განახორციელებს სახელმწიფოებრივი მოწყობის იმ მოდელს, რომელსაც ჩვენ გვიკარნახებს ხალხი, ეს ერთი. ეხლა მეორე. მე თქვენ დაგისახელეთ ვალდებულებიდან მომენტები, რომელიც მეორე დღესვე ასრულდება. ეს არის ტარიფების განახევრება და ეხლა უნდა დავასრულოთ გადაცემა. მეორე დღესვე მეთქი, იმიტომ ვამბობ ამას, რომ ამაზე ბატონი შალვა 15 წელიწადია იბრძვის და სხვათა შორის 96-97 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით მან მიაღწია იმას, რომ პრივატიზაცია არ შეეხო სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ანუ უფასოდ დარჩა. ამაზე გარკვეული ხანია იბრძვის, მაგრამ მას სჭირდება საპრეზიდენტო ბერკეტები, რომ ბოლომდე მიიყვანოს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი პროგრამა, ჩვენ ხალხს ვერ მოვატყუებთ, რომ მეორე დღესვე დაუბრუნებთ ანაბრებს. ანაბრების დაბრუნებას დაჭირდება გარკვეული პერიოდი, მაგრამ ჩვენ ანაბრების დაბრუნებას დავიწყებთ. მადლობთ. გრძელვადიანი პროგრამა. მხოლოდ რეპლიკა და უნდა დავასრულოთ. მოკლე რეპლიკა, იმიტომ რომ დაპირებებს ეხებოდა. ამას წინ ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენი ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტი 10 მილიარდი დოლარია და ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაზე 30 მილიარდი დოლარი გახდებაო. ანუ გავასამაგებო. ესე იგი 5 წლის პერიოდში, ხო, ჩვენ უნდა გქონდეს ყოველწლიურად 31% ეკონომიკური ზრდა. ესეთი რაღაცა არა თუ რეალობაში არ არსებობს. ესეთი ფანტასტიკური წიგნში არ არის აღწერილი არსებობს. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მობრძანდით და მიიღეთ ამ საუბარში მონაწილეობა. ტელეკომპანიას ჩვენი პარტიისადმი ყურადღების გამოჩენას. ძალიან დიდი მადლობა შალვა ნათელაშვილის წარმომადგენელი იოსებ შატბერაშვილი, გიორგი მაისაშვილის წარმომადგენელი გიორგი ხაღანიძე და პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენელი გოჩა ჯოჯუა. არჩევანი ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.